საღამოშვიდობის პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. ეთერშია სტუდია ნომერი 8 ტრადიციულად ხვდებით სამშაბათს საღამოს 9:30-ზე და მე ამ გადაცემის სამყარო თორნიკე კივილაძე გახლავართ. ჩემი დღევანდელი სტუმარი ტრადიციულად იქნება ქართული იდეას ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი ბატონი გეგა ხვედელიძე, რომელიც ჩემთან ერთად აგრეთვე გახლავთ პატრიოტთა დიდი ერთობის წევრი. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი, რასაკვირველია შობა თავისი აღმატებული მნიშვნელობით არის ჩვენ ცხოვრებაში დამკვიდრებული. ახალი კალენდარული წლის ათვლაც ახალი იმედებთან არის ასოცირებული. დიდი ქართველი სასულიერო მოღვაწე გაბრიელ ქიქოძე, რომელიც წმინდანად არის შერაცხული, ამბობდა თავის ერთ-ერთ ქადაგებაში, რომ ნებისმიერი გონიერი ადამიანი ყოველი ახალი წლის დადგომასთან ერთად გადახედავს თავის წარსულს, როგორ გაიარა წინამორბედი წელიწადი, სად რა შეცდომა დაუშვა, სად რა მადლი მოიმოქმედა, რა უნდა გამოასწოროს, რა უნდა შეცვალოს თავის ცხოვრებაში, ამაზე დაფიქრდება და ისე შეხვდება ახალ წელს და მეც ვისურვებ, რომ ეს ახალი 2026 წელი, რომელიც კარს მოგვადგა, იყოს მშვიდობის წელიწადი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ისეთი მშვიდობა, როდესაც რეალური მშვიდობა ილახება, ასე ვთქვათ. ეს უნდა იყოს ჭეშმარიტი მშვიდობა, მშვიდობა ჩვენს სულებში, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს ქვეყანაში და რასაკვირველი ეს უნდა იყოს განვითარების წელი. თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა, თუ რა მართებს მას, რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ განვითარდეს, შეიცვალოს, სრულყოფისკენ ნაბიჯი გადადგას. შესაბამისად მე გისურვებთ ყველას სულიერ ფერისვალებას და ინტელექტუალურ, ზნეობრივ თუ სხვა სახის განვითარებას და წარმატების მიღწევას. მოლოცვის შემდეგ მოდი დღეს ერთგვარი შემაჯამებელი გადაცემა შევქმნათ, ასე ვთქვათ, და დავიწყოთ პირველი კითხვით. როგორ შეაფასებდით წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს? მოგესალმებით, მშვიდობას გისურვებთ, წყალობას, უფლისგან, გაძლიერებულ, განმტკიცებულ, განახლებულ საქართველოში გვეცხოვროს ჩვენ ყველას. ამისათვის ღმერთმა მოგვანიჭოს ძალა, რომ ერთობით, ურთიერთსიმძიმის ტვირთვით, ურთიერთსიყვარულით, მიტევებით, თანადგომით შევძლოთ, რომ განვავითაროთ და განვაახლოთ ჩვენი საქართველო რა. აი, განახლება არის ყოველი ახალი წლის მთავარი საფიქრალი, რომ უნდა განახლდეს ადამიანი, ზოგადად განახლება და ფერისცვალება ეს მუდმივი პროცესია, მუდმივი სწრაფოა. აი პავლე მოციქული როგორც ამბობს, ყოველდღიურ კვდებიო, ეს ყოველდღიური სიკვდილი ამ სოფლისთვის, ამ ვნებებისთვის, ამ წოთის სოფლისთვის და სასუფეველში დაბადება და სასუფეველში განახლება და სასუფევლისეულად განახლება ადამიანის. ეს არის სიცოცხლის ამოცანა და მიზანი, რომ ადამიანი ღმერთთან ერთობაში მყოფობდეს და მთელი ერი აღენთოს ღვთის სიყვარულითა და ღვთის რწმენითა და სასურვებით და ეს ამაში განმტკიცოს ღმერთმა. ეხლა რაც შეეხება განვლილ წელსა და პროცესს, ხო, ჩვენ ახლა როგორც პოლიტიკური ერთობა, პატრიოტთა ერთობა, ხო, მოვლენებს პოლიტიკურ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ჭრილში ვაფასებთ და საზოგადოებრივ პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ და ვცდილობთ, რომ ჩვენი ანალიტიკა დაებუძნოს ჩვენ საზოგადოებრივ პოლიტიკურ და ეროვნულ ცხოვრებას და ყოველდღიურობას. უნდა ვთქვათ ის, რომ აი რატომ არის დღეს ჩვენ წლის ბოლოს გადახედავ ხო ჩვენ საზოგადოებას, გადახედავ ერს და სრული ნიჰილიზმის, სრული აპათიის, სრული უიმედობის განცდა ეს არის თვალში საცემი. ხო, მე არ გულისხმობ რაღაც ვიწრო ფეოდალურ კლასს, რომელიც საქართველოს მართავს და რომელიც განმტკიცებულია ფინანსურად, ეკონომიკურად და სხვადასხვა ბერკეტებით თავს ძალიან კარგად გრძნობს. ვის გულში და სულში მე რა ხდება არ ვიცი, მაგრამ გარეგნულად ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს. მაგრამ საზოგადოების ეს ეგრეთ წოდებული დაბალი ფენები, ანუ ჩვეულებრივი მოსახლეობა ჩვენი ერისა
საზოგადოების უდიდესი ნაწილი სრულად ინერტული, ნიჰილისტურად განწყობილი, უიმედოდ არის და არავითარი მომავლის პერსპექტივის განცდაც კი არ არის ჩვენს ერში. ნუ სიტყვიერად ახლა შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცას მსჯელობდეთ, ლაპარაკობდეთ, მომავლის იმედებს უსურვებდეთ, სასოწარკვეთილება უმძიმესი მომაკვდინებელი წოდვაა და ამისაგან ღმერთთან დაგვიფაროს, მე ამას არ გულისხმობ, მაგრამ ზოგადად ეროვნულ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ჩვენი ერის მომავლის თვალსაზრისით საქართველოს ხალხს არ აქვს იმედი იმისა, რომ უკეთესობისკენ ყოველ შემთხვევაში უახლოეს პერიოდში რაიმე შეიძლება შეიცვალოს და რატომ? თავარია კითხვა ამაში მდგომარეობს. რატომ არის ეს ასე? თავარი ხო ისაა, რომ აქამდე როგორ მოვედით და რამ მოგვიყვანა იმ მდგომარეობამ, რომ დღეს ჩვენ აი ეს ნიჰილიზმის დრო დაგვიდგა რა. ამის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ისევ და ისევ ჩვენი არასწორი გადაწყვეტილებები და ჩვენი ნების არასწორ ფორმებში რეალიზება. ანუ კონკრეტულ დროს, კონკრეტულ მომენტებში ჩვენ პოლიტიკურად, ეკონომიკურად, კულტურულად და სხვადასხვა ასპექტებში არ ვიღებდით იმ სწორ გადაწყვეტილებებს, როგორც ერი და საზოგადოება, რასაც შეეძლო საქართველოს იმაზე უკეთესი გაეხადა, ვიდრე დღეს არის. ანუ ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრება, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება, ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი სოციალური ყოფა რა. და თავის მოტყუების რეჟიმში მყოფმა საზოგადოებამ, რომელიც მუდმივად ვიღაცების ხელის შემყურე აგრძელებდა ამ წლების განმავლობაში ყურებას, ხან რაღაცა წინასაარჩევნო დაპირებებით და ლოზუნგებით ვიხიბლებოდით ხოლმე, ნუ განვლმა თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნებმა დაგვანახა, რომ ესე იგი არჩევნებს საერთოდ საქართველოში აზრი დაუკარგა მმართველმა ელიტამ, მმართველმა გუნდმა. ჩვენ დავინახეთ, რომ როგორც საზოგადოება სრულიად უსუსული ვართ და სრულიად ესე იგი ჩვენს მოღვაწეობასა და აქტივიზმს არავითარი აზრი და ფუნქცია აღარ აქვს ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ მაინც ვიწრო კლასი, ვიწრო ფეოდალური ჯგუფი, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფოს განაგებს, ყველაფერს ისე ალაგებს და ისე წარმართავს, როგორც თვითონ უნდა, როგორც მათ ინტერესებს შეეფერება და შეესაბამება და არა ისე რა არის ჩვენი ნება, რა არის ჩვენი ინტერესი და რა არის ჩვენი ყოფიერებისთვის მისაღები და მისასალმებელი, ხო? და აქედან გამომდინარე ჩვენ პროცესს სწორად რომ შევხედოთ, ესე იგი რაღაცას ისე არ ვაკეთებთ, ხო, როგორც საზოგადოება და როგორც ერი, როგორც უნდა ვაკეთებდეთ და რაღაცას ისე არ წარმართავთ, როგორც უნდა წარმართავდეთ. და მე ვფიქრობ, რომ აი რაზეც ახლა ვისაუბრეთ, რომ ყოველი წლის ბოლო ყოველი განახლება, რითი უნდა დავიწყოთ განახლება, ხო, თუნდაც პოლიტიკურად, თუნდაც საზოგადოებრივად, ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აი მიხალკო წერეთელი, დიდი, ესე იგი, ქართველი გამოჩენილი მოღვაწე, მე დიდ პატივს ვცემ მას, თავის ნაშრომში ერი და კაცობრიობა წერს, რომ ასე იგი მიზანდასახული საზოგადოება, ერი რო იქცეს საზოგადოებად, მას ჭირდება საზოგადოებრივი მიზანდასახვა, ანუ მას ჭირდება საერთო საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რითაც ერი ამაღლდება საზოგადოებრივ, ანუ ერი თვითონ უნიკალური სუპერორგანიზმია, ერი თვითყოფადი ორგანიზმია, ისტორიულად ჩამოყალიბებული, მას თავისი ნება, თავისი მისია და თავის არსი გააჩნია, მაგრამ ამ ერმა რომ თავისი ეს არსი გამოხატოს და გამოავლინოს პოლიტიკურად და საზოგადოებრივად, მას ჭირდება საზოგადოებრივი მიზანდასახვა, ანუ საერთო პარადიგმაზე, საერთო იდეაზე შეჯერება, ჩამოყალიბება, საზოგადოებრივი მიზანდასახულობის განსაზღვრა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. და მე მგონი დრო არის ნელა მივიდეთ იმ დასკვნებამდე, რომ რაღაც რომ ისი არ არის, დავიწყოთ ურთიერთდიალოგი, არა ჩასაფრებულის პოზიციიდან. დღეს როგორ ვუყურებთ ჩვენ ერთმანეთს, ხო, კონკურენტის თვალით, ანუ პატარ-პატარა ჯგუფებით დაყოფილი პარტიულ და საზოგადოებრივ ჯგუფებად დაყოფილი ქართული საზოგადოება დღეს ერთმანეთს კონკურენტის და მოწინააღმდეგის პრიზმაში განიხილავს. ანუ როგორ ფეხი დაუდოს, როგორ ესე იგი მასზე უკეთესად წარმოაჩინოს თავისი თავი, აი მახსენდება ხოლმე წმინდა ნიკოლოზ სერბის სიტყვები, რომ ჩვენი ერის ცხოვრება ყოველი არჩევნების დღეს წინ როგორი სავალალო და ესე იგი სატირალი ხდებაო, არა, რომ გამოდიან ეს პოლიტიკოსები და გვეუბნებიან, აი მე საუკეთესო ვარ და მე ამირჩიეთ და პოზირებენ და თავს წარმოაჩენენ და ესე იგი კეკლუცობენ კამერების წინაშე, ну მაშინ სერბის დროს, ნიკოლოზ სერბის დროს კამერები არ იყო, მაგრამ იმ ფორმებით როგორადაც მაშინ
ეს შეიძლება სხვადასხვა მედია და საშუალება. დღეს კვლავ ესე გრძელდება და ჩვენი საზოგადოება არის დაყოფილი, დანაწევრებული, არ არის ურთიერთ სოლიდარობა, არ არის ურთიერთ თანადგომა და სადაც არ არის ერთობა, ჩვენი ესე იგი პოლიტიკური თუ ეროვნული ნების განხორციელება ერთობის გარეშე შეუძლებელია და ჩვენი მოძრაობა ქართული იდეა და ეს გაერთიანებაც, რაშიც ქართული იდეა მყოფობს როგორც ერთიან ორგანიზმში ქართულ პატრიოტთა ერთობა, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ვიტყვით მომავალშიც, რომ ერთადერთი ჩვენი ხსნა დღეს არის ერთობაში. ანუ თუ ჩვენ არ გავერთიანდით როგორც საზოგადოება, თუ რაღაცეების თვალი არ დავხუჭეთ, ხო? ვიღაცებს რაღაცები არ შევუნდეთ, არ ვაპატიეთ. რეალობაში ჩვენ მომავალი როგორც საზოგადოებას და ერთს არ გაგვაჩნია. ანუ ესე დაყოფილი, გათითოყაცებული, დანაწევრებული და ერთმანეთზე გადამტერებული საზოგადოება ვერ შეძლებს მომავალში განახორციელოს ის ეროვნული მიზნები და ამოცანები, განახორციელოს რაც ჩვენს წინაშე როგორც გამოწვევები რიგი საკითხები დგას. მამა ეფრემი რომ იყო ჩაუბრძანებული ვატოპედის მონასტერის წინამძღვარი, მე ეს მაგალითი ხშირად მომყავს. თქვა ერთი ძალიან საინტერესო რამ. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემო მე მითხრაო, როდესაც მქონდა გამოცხადება სამთავროს დედათა მონასტერში ვიყავიო და მეჩვენა მოციქულთა სწორი წმინდა ნინო, ქართველად განმანათლებელიო და წმინდა ნინოს ხელთ ეპყრა ყოვლადწმინდა სამების ხატი და იყო დიდი წარწერა ერთსულოვნებაო. ეს მოუყოლია უწმინდეს მამა ეფრემისათვის და მამა ეფრემი მასე განმარტა, რომ ეს იყო საღვთო მოწოდება, ღვთისაგან ზეციური მოწოდება, რომ ქართველმა ერმა უნდა იცხოვროს ყოვლადწმინდა სამებისებრი ერთსულოვნებითო, ხო? როგორც უფალი ბრძანეს, მე და მამა ქრისტე ამბობს, მე და მამა ერთი ვართ. ანუ ეს ერთობა ყოვლადწმინდა სამებისებრი ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული და ერთობა არის ამოცანა ჩვენი ეროვნული იდეის განსახორციელებლად. აი პირვანდელი ამოცანა, რაც დღეს როგორც ერთს და საზოგადოებას ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს, სწორედ უნდა იყოს გაერთიანება. ანუ ჩვენ ყოველმა უნდა გამოვნახოთ ძალები დიდი საერთო სახალხო ეროვნული ერთობისათვის და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ. ყველა ძალა უნდა გამოვნახოთ. ყველაფერი უნდა ვიფიქროთ და ვიაზროთ და ვაკეთოთ იმისათვის, რომ აი ეს ერთობას მივაღწიოთ, დიდი ერთსულოვნება შედგეს ჩვენერში, ყველამ შევძლოთ თანადგომითა და ურთიერთ ჯვრის მტვირთველობით საქართველოს მომავლის პერსპექტივების განხორციელება რა. და აი თუ ამას შევძლებთ ჩვენ და ჩვენ გავერთიანდებით, ამ დიდ ერთობას თუ ჩვენ მივაღწევთ, მაშინ უფალი მე მწამს ღრმადობს სასუებ უფალს და მწამს იმისა, რომ ჩვენ გზებიც გამოგვიჩნდება და უფალი ჩვენზე მოიხილავს წყალობით და აუცილებლად საქართველოს შეძლებს მომავალში ძალიან ბევრი უკეთესობისკენ ნაბიჯების გადადგმას რა. შესანიშნავი მიმართვა იყო ეს საზოგადოებისადმი. თქვენ ახსენეთ თვითმმართველობის არჩევნები 2025 წელს ჩატარებული საქართველოში. აი ამ არჩევნების საფუძველზე, რამდენად სწორად მიგაჩნიათ მომავალ არჩევნებში მონაწილეობა? მე ვფიქრობ და ღრმად მწამს იმის, რომ ესე იგი ზოგადად დარწმუნებული ვარ ამაში, ვინც რასაც არ უნდა ამბობდეს, რომ ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ისევე როგორც გაყალბდა წინა საპარლამენტო არჩევნები, ანუ ვერავინმე ვერ დამაჯერებს და ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ ის პროცენტები, რაც ქართულ მოწნებამ დაიწერა, იყო ისე როგორც მან დაიწერა, ამას ცალსახად ვამბობ, მე და ეს არის ჩემი ღია პოზიცია, ყოველთვის დაფიქსირებული და აქედან გამომდინარე, ჯერ ერთი რომ ეს ერში არსებულ ნიჰილიზმს კიდევ უფრო მეტად ამწოვებს, რადგან მე წეღან ვისაუბრე, იმიტომ რომ მე ვთქვი, აზრი დაუკარგა ქართულმა ოცნებამ, ამ ფეოდალურმა ძალამ, ამ თანამედროვე ნეობოლშევიკური აზროვნების ძალამ, რომელიც დაეპატრონა ქართულ სახელმწიფოს, ხო? ვიღაცებს გონიათ, რომ დღეს თავისუფლებაა ქვეყანაში, მაგრამ ეს არის ტოტალიტარიზმი, ეს არის ერთი კონკრეტული პიროვნების და მის ირგვლივ შემოკრებილი ვიწრო კლანის მიერ სრული დაუფლება და უზურპაცია სახელმწიფოსი. ეს არის ბოლშევიზმი, მეტი კი არაფერი. სწორედ აი ამაში მდგომარეობს ნეობოლშევიზმი, ხა ვიღაცას თუ დაინტერესებს რა ვიგულისხმე ამ ტერმინში, აი ეს ვიგულისხმე. და ეს ასია. საქართველოს ყავს ვიწრო კლანი, რომელიც მთელ საქართველოს დაეუფლა, დაეპატრონა და სრულად განაგებს. ტოტალიტარიზმი ეს არის. და ამ პირობებში არჩევნებს იმ შემთხვევაში ექნება მხოლოდ აზრი, თუ კვლავ ვიმეორებ, ჩვენი დიდი ერთობით, ჩვენი სახალხო დარაზმულობით, თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ხელისუფლება დავიყოლიოთ ჯანსაღ
გარემოს შექმნაზე, საარჩევნო გარემოს შექმნაზე, თუ ჩვენ შევძლებთ, რომ გავაჯანსაღოთ პოლიტიკური ველი, თუ ახალი სახეები წარმოჩნდებიან, თუ ამ ახალი სახეებისა და ამ ახალი ძალების ირგვლივ დაირაზმება მრავალი ქართველი ადამიანი, ანუ ნებას გამოხატავს, რომ განახლდეს ქართული პოლიტიკური ველი, მე არ მაქვს იმის, ესე იგი, ილუზია და არც ამბიცია და არავის არ ვეუბნები, რომ ესე იგი მე ვარ საუკეთესო და ჩვენ ვართ საუკეთესო და მხოლოდ ჩვენსკენ უნდა გადმოიხაროს მთელი პოლიტიკური ვექტორი. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, როდესაც ასეთი ტონით საუბრობენ პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები, რომ მე ვარ და მხოლოდ მე შემიძლია მესიის მანტიის მოსხმის პოზიციიდან მე ღმერთმა დამიფაროს, რომ ვილაპარაკო არა. მე ვიძახი იმას, რომ უნდა განახლდეს პოლიტიკური ველი, ახალი ძალები, ახალი სახეები, ახალი იდეები უნდა წარმოიშვას და ქართველი ხალხი ამ იდეების, ძალებისა და ფასეულობების ირგვლივ უნდა დაირაზმოს. ანუ ქართველმა ხალხმა უნდა მოახერხოს თავის თავში ძალის გამონახვა, რომ ხელისუფლება, ეს მმართველი გუნდი და ელიტა აიძულოს თავისი სიმრავლით და თავისი მტკიცე პოლიტიკური პრესინგით, როგორც იტყვიან, რომ მან განაჯანსაღოს და გამოასწოროს პოლიტიკური ველი და შექმნას ჯანსაღი კონკურენტული გარემო, რომ დემოკრატიულად შეძლოთ ჩვენ ისეთი ხელისუფლებისა და ისეთი პოლიტიკის წარმართვა ქვეყანაში, როგორც ჩვენ გვინდა, ჩვენს უმრავლესობას უნდა, ანუ უნდა განახლდეს და გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი და ამ პოლიტიკურ ველზე მერე საზოგადოების უმრავლესობა ვისაც აირჩევს, რამდენ პარტიასაც აირჩევს და რა ძალებსაც ექნება და მხარდაჭერა და თანადგომა, ესე იგი, ქართველი ამომრჩევლისა, მათ უნდა მიეცეთ ასპარეზი და მათ უნდა მიეცეთ ლეგიტიმაცია. და თუ დღეს ჩვენ დავრჩებით ასე პასიურ პოზიციაში და მხოლოდ სოციალურ ქსელებში შემოვიფარგლებით და ასე იგი უიმედო ნიჰილისტური პოზიციებიდან ვიაზროვნებთ, მაშინ დარჩება ეს მართველი კლასი, მართველი ელიტა და მაშინ ცხადი არავითარი აზრი და ფუნქცია არჩევნებსაც აღარ ექნება და შეიძლება ბიძინა ივანიშვილს გვირგვინიც დაადგან და ესე იგი სკიპტრას დააჭერინონ ხელში და გამოაცხადონ მეფეთ და მონარქად, ხო? და ბევრი არც არაფერი არ უკლია, იმიტომ რომ შეგუებულია უკვე ქართველი ხალხის დიდი ნაწილი იმას, რომ არაფერი არ იცვლება და არც აქვს იმედი, რომ რაიმე შეიცვლება. იმნაირად დაჭაობდა და დამყაყდა დღეს პოლიტიკური ველი საქართველოში. მაგრამ ამისი გამოსწორება შეუძლია ქართველს. როგორ შეუძლია? აი სწორედ ასე ამ დიდი ერთობით, დიდი დარაზმულობით და დიდი ერთსულოვნებით, მუდმივი პრესინგით ხელისუფლების მიმართ და მუდმივი გამოხატვით. ქუჩაშიც უნდა გამოვიდეს ხალხი. ელეითერებშიც უნდა ილაპარაკოს, სოციალურ ყველგან უნდა ილაპარაკოს და მუდმივად უნდა განახორციელოს აი ეს პრესინგი საზოგადოებამ. ოღონდ საზოგადოებამ არა გათითოკაცებულმა და დაპირისპირებულმა, რომ ერთმანეთს კონკურენტებად აღიქვამდნენ ჯგუფები და ვის როგორ ფეხი დაუდონ, რომ სადმე ჩაწიხლონ და თვითონ წარმოჩინდნენ საუკეთესოებად. ესე არ გამოვა, ასე ღმერთიც არ შეგვეწევა. ჩვენ ნება უნდა გაგვაჩნდეს, რომ საქართველოს უშველო, ჩვენ სამშობლო გადავარჩინოთ. ეს არ არის სადღეგრძელო კანწით სასაუბრო რიტორიკა კი არ არის, ეს არის რეალობა, ჩვენს წინაშე მდგომი ამოცანა. ჩვენ სულიერ სამყაროში ვცხოვრობთ ადამიანები. სულიერი და მატერიალური სამყაროს კანონები არ შეიძლება რომ წინააღმდეგობაში მოდიოდეს, არ შეიძლება რომ მიწიერი ზეციურს დაუპირისპირდეს, თორე ვერანაირი წარმატება ვერ გექნება, დაიჯები. მიწიერი ზეციურთან სინერგიაში უნდა მოვიდეს და ეს სინერგია არის სიყვარული, თანადგომა, მიტევება, თავის დამდაბლება. ამ ყველაფრის გარეშე ჩვენ წარმატებებს ვერ მივაღწევთ. აი იმ კონკურენტულად დაპირისპირებული, გათითოკაცებული, დაპირისპირებული, გაბოროტებული, ჩასაფრებული, განმკითხველი, დაბოღმილი, აი ამ პოზიციებში მყოფი საზოგადოება მადლს ვერ დაიტევს და ვერ შეძლებს გამარჯვებას. იმიტომ რომ სასჯელები მოუვა ასეთ საზოგადოებას. ეს ბუნებრივი კანონზომიერება, შენამის გჯერა თუ არ გჯერა, ეს ესე მუშაობს, ეს კანონები მუშაობს სამყაროში. და ამიტომ საჭიროა ჩვენში მოხდეს ფერისცვალება, ჩვენში ეს მიტევება, სიყვარული, ეს ერთსულოვნება, რომ საღვთო მადლი მოვიდეს ჩვენზე და ზეციური შეწევნა გაგვიჩნდეს. და ერთმანეთს მოусმინოთ, ერთმანეთს გავუგოთ, გავიგოთ რა გვინდა, ხო? მე ჩემსაც ვიტყვი, შენი თქვი, ყველას ერთმანეთს მოусმინოთ და რაღაც აზრებამდე შევჯერდეთ, რაღაც კონსენსუსებს მივაღწიოთ და აი ამ საერთო დარაზმულობით შევძლოთ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა რა. მე ამაში ვხედავ მხოლოდ გამოსავალს რა. რასაკვირველია, საჭიროა გაერთიანება, ამ გაერთიანებას აქვს ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ის, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული აი ამ პროცესში და აი ამ პროცესის შედეგი იქნება ის, რომ აი ის მოწინააღმდეგე, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ
პოლიტიკური ასპარეზიდან და საზოგადოებრივი ასპარეზიდან განდევნო ჯგუფები, რომლებიც მართლაც არიან მოწადინებულნი, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები დაიცვან და რომელთაც ნამდვილად შესტკივათ გული ადამიანებზე და იმისთვის კი არ არიან პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ასპარეზზე, რომ თავიანთი პირადი კეთილდღეობა მოიწყონ, არამედ მართლა სურვილი ამოძრავებთ, რომ ემსახურონ ხალხს, ღმერთს, სახელმწიფოს, აი ესეთი ადამიანები აუცილებლად უნდა გაერთიანდნენ. და ბუნებრივია, რომ ამ პროცესში ყველა ჩვენგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. სხვაგვარად ნამდვილად არ გამოვა არაფერი. თუ ერთობა არ შედგა, თითოეულ პარტიას როგორი დიდი ფინანსური რესურსებიც არ უნდა გააჩნდეს და როგორი კარგი ინტელექტუალური კადრებიც არ უნდა ყავდეს, თუ ხალხის ერთობა არ იქნა, ბუნებრივია დამარცხება გარდაუვალია. რა უნდა გაკეთდეს? გეგა საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებისთვის. თქვენ რა მეგაჩნიათ, რა რეფორმები უნდა განხორციელდეს? პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ არჩევნების გაყალბება მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ შენ ყალბი ბიულეტინებს ყრი, ეს ერთ-ერთი კომპონენტია გაყალბებისა. პირველ რიგში კონკურენტუნარიანი გარემო არის შესაქმნელი საქართველოში, რომელიც არ გააჩნია დღეს რამოდენიმე ვიწრო ჯგუფი, რომელსაც ბევრი ფული აქვს და რომელსაც აქვს ყველაფერზე წვდომა, ახერხებს საარჩევნო კამპანიის ორგანიზებას და დანარჩენი, ესე იგი, სხვა და პოლიტიკური ორგანიზაციები საკუთარი რაღაცა მწირი ხარჯებით, აი მეტროებთან არიგებენ ბუკლეტებს. ეს არ არის კონკურენტუნარიანი გარემო. ეთერები რომ ორწუთიანი ეთერი რომ რაღაც სავალდებულოდ გეთმობა, ხო, რაღაც საზოგადოებრივი მოვალეობის მოხდის მიზნით. ხო, ეს არ არის. ეს არ უნდა მოვითხოვოთ. მათხოვრულად გადმოგდებული სახრავის ძვალია. ეს არ არის კონკურენტული, ეს არ არის არჩევნები. არჩევნები საქართველოში არ ტარდება. დღეს საქართველოში ტარდება არჩევნების რაღაცა ფარსი, რომელსაც კონკრეტული CSKO მერე რაღაცა თავის ნებაზე ალაგებს და მე გეუბნება, რომ ესე იგი ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები. ჯერ ძირში საწყის ეტაპზე არის ყველაფერი გამოსასწორებელი, როდესაც პოლიტიკურ ჯგუფებს, ორგანიზაციებს, პარტიებს, პოლიტიკოსებს მიეცემათ თანაბარი პირობები საბრძოლველად, ასპარეზი მიეცემათ. ეს სახელმწიფო უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანებს შეეძლოთ თავის იდეებისა და ფასეულობების მოსახლეობამდე მიტანა, რომ მე იმ ადამიანმა არჩევანის გაკეთება შეძლოს. ჯერ ეს არის გასაკეთებელი. შემდეგ თვითონ შიდა საარჩევნო, ეხლა პატრიოტ ალიანსი თქვენ მოგეხსენებათ კვალიფიციური პარტიაა და კატეგორიულად არჩევნების წინ, ესე იგი, არაფრით არ მიიღო არინება კეთილია მიმან, რა ქვია, ქართულ მოცნებამ, რომ ჩვენთვის კანონით, ესე იგი, არსებული კომისიის წევრები დაებრუნებინა, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. გვეკუთვნის, ეს ხო არ იყო იმის, რა ქვია, ჩვენი რაღაცა უკანონო მოთხოვნა, კანონიერად რასაც ვითხოვდით, სასამართლომ ეს არ დაგვიკმაყოფილა, ხო? აქაც გამოჩნდა პოლიტიკური ნება, რომ ვინ უნდა იყოს და ვინ არ უნდა იყოს პოლიტიკაში. აი ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ესე გადაწყვიტა, რომ დღეს პატრიოტ ალიანსი აღარ უნდა იყოს პოლიტიკაში და კომისიის წევრები ამიტომ არ უნდა ყავდეს, ხო? მე იქ შიგნით რა ხდებოდა კიდე და როგორ ხდებოდა, ჩვენ არაერთი ეთერებში ეს გვილაპარაკია, ეს ჩაყრილი ბიულეტინები, ეს ზეწოლა მოსახლეობაზე, რომ ხა სკოლის მასწავლებელს რო ურეკავრო სამსახურიდან გაგაგდებ თუ ხმას არ მისცემ ქართულ ოცნებას და სოციალურ დახმარებას მოგიხსნიდა ესეთი მუქარები და ზარები რო ხორციელდება ყოველი არჩევნების წინ ადამიანებთან და ადამიანებზე სხვადასხვა სახის და ბრჭყალებში ვერბაუკა მიმდინარეობს რომ შენ თუ არ წამოხვალ იმ ოცნების მხარეს მე ესეთი რაღაცები მოხდება რომელიც შენს ინტერესებში არ ჯდება ხო ეს არის სულად ეს არის გაყალბება ეს არის ანტიდემოკრატიისა და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა ეს არის სახელმწიფოებრიობის დასამარება, კუბოს დადგმა სახელმწიფოსთვის, ხო? სხვადასხვა ის ყავდათ, რა ქვია, რომელიღაცა დამკრძალავი ბიუროს დამფუძნებელი ყავდათ ევროპიდან ჩამოყვანილი, ეს მოჩვენებითად, რომ ესე იგი დაგვანახეს, რომ ის იყო, რა ქვია, ევროპაც ესწრებოდა საქართველოში. მე არ ვიცი რა შუაში იყო, მაგრამ ფაქტია, რომ იყო და მაშინ ვთქვი მე ეთერში, რომ ეს ძალიან სიმბოლურია, მეთქი, რომ საქართველოში დემოკრატიის დასამარებისა და კუბოს დადგმის, ესე იგი, აქტი ამ პიროვნების ზედამხედველობით განხორციელდა.
მეთქი და სამწუხაროდ ეს რეალობაა რა. ხო და აი ამ პროცესებიდან უნდა გამოვიდეთ და დავაღწიოთ თავი და ამაზე მე წეღან ვისაუბრე როგორ უნდა გავაკეთოთ. ანუ ჩვენ თუ ესე ვიჯდებით და Facebook პოსტებად დავიღურებით დილიდან საღამომდე და გვეგონება რომ რაღაც პოლიტიკურ პროცესს ვქვნით, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი თავის მოტყუება და თავის მოტყუებიდან უნდა გამოვიდეთ. ანუ რეალობა უნდა გავაცნობიეროთ, რეალობას უნდა შევხედოთ, თვალებში უნდა შევიმეცნოთ, რომ ჩვენს წინაშე მდგომი გამოწვევები და პრობლემები ითხოვს უფრო მეტ ჩვენს ჩართულობას, უფრო მეტ აქტივიზმს. მათ შორის ქუჩაში გამოსვლასაც, მაგრამ რო იძახიან აბა სადა დაგვიძახეთ და გამოდით და რო ვუძახით და 1500 კაცზე მეტი არ გამოდის, გინდა 2000 და 3000, ეს არ არის, აზრი არ აქვს. ასეთ გამოსვლა ჯობია არ გამოხვიდე. 3000 კაცი რომ გამოდიხარ, გინდა 5000 ქალაქში და მერე ეს კიდევ უფრო მეტად ასამარებს, კიდევ უფრო მეტად აქვესკნელებს ნიჰილიზმს და პროცესს კიდევ უფრო მეტად კლავს ამ პოლიტიკურ პროცესს და გავაცნობიეროთ 5000 კაცით გამოსვლას არანაირი აზრი არ აქვს. და 50000 და 100000 კაცი კიდე არ გამოდის და რატო არ გამოდის, ხო? ნუ ამაში მესმის ახლა ფინანსური საკითხიც აი რომ ვერ ჩამოვდივართ რაღაცა, მაგრამ ისიც არის რომ ვიღაცას იმ მომენტში ურჩევნია ეს Facebook-ზე გულები დაგიწეროს და სკროლოს და მიდით აბა მიდით და რაღაცა, როდესაც ჩვენ ქუჩაში დგახარ. ხო, აი აქედან უნდა გამოვიდეთ, ანუ რეალობას უნდა გავაცნობიეროთ, გულწრფელები უნდა ვიყოთ რა. გულწრფელად უნდა შევხედოთ, თვალებში უნდა ჩავხედოთ ჩვენს წინაშე მდგარ პრობლემებს. აი ეს არის პრობლემა, რომ ჩვენ არ გვინდა თვითონ დავიხარჯოთ, სხვამ გვინდა აკეთოს ჩვენს მაგივრად გასაკეთებელი და მე ის კიდე ის ვაკრიტიკოთ და კიდე იმას რაღაცა დამატებით ბრალი დავსდოთ, რომ აი რაღაცა ვერ გააკეთე. და თანადგომისა და თანასოლიდარობისა და ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია ვერც ჩვენ და ვერც სხვა ვერაფერს ვერ გააკეთებს. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს და მე არ მიყვარს, როდესაც ვიტყუები, ვცდილობ რომ ცხოვრებაში არასდროს არ მოვიტყუო, ხო? და ასე ვიცხოვრო. არ დავარღვიო ეს მცნება და ამიტომ გულწრფელად ვიძახი. ვერაფერს ვერ გავაკეთებ ჩვენ აბსოლუტურად, თუ არ გვექნება საზოგადოებრივი თანადგომა და საზოგადოებრივი თანადგომა უნდა გახდეს ცოცხალი და ქმედითი, ანუ დიდი ერთობა და ერთსულოვნების გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ გავაკეთებს და თავები არ უნდა მოვიტყუოთ. აი ეს არის აუცილებელი რა. რასაკვირველია ერთობის გარეშე წარმოუდგენელია პოლიტიკური პროცესის განვითარება და თქვენ ახსენეთ რომ ძალიან ხშირად ობიექტივის ეთერში რეკავს მაყურებელი და გვიცხადებს, რომ აუცილებელია ქუჩაში გამოსვლა, აუცილებელია მშვიდობიანი დემონსტრაციების მოწყობა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სამწუხაროდ პირველმა აქციამ არაბული ქალაქების წინააღმდეგ ჩვენ გვაჩვენა, რომ ძალიან ცოტა ადამიანი გამოვიდა რეალურად ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად. ეს არის ალბათ იმ ნიჰილიზმის ბრალი, რომელიც დათესა საქართველოს შიდა თუ გარე მტერმა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც ასე ვთქვათ, დამახასიათებელია ასეთი პროცესებისათვის შეიძლება თავიდან ძალიან ცოტა ადამიანი გამოვიდეს, მაგრამ შემდეგ ერთიანად ჩამოწვეს ზავი, ასე ვთქვათ, ზვავი უბრალოდ ერთიანად ჩამოწვეს და ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდეს, მაგრამ აი საჭიროა ჩვენი მაქსიმალური დარაზმულობა და მაქსიმალური ჩართულობა ამ პროცესში, ვინაიდან რეალურად მხოლოდ 1500 კაცით მშვიდობიანი დემონსტრაციების მოწყობა ვერ იქნება წინაპირობა იმისა, რომ სამომავლოდ აი ის მავნებლური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს დღეს ჩვენს ქვეყანაში და რომელიც ინვესტიციის სახით ფორმდება და სინამდვილეში ეს არის ქვეყნის უხმლოდ დაპყრობა, აი ეს პროცესი უნდა შეჩერდეს აუცილებლად. ჩვენ ვისაუბრეთ არჩევნებზე, ჩვენ ვისაუბრეთ კონსოლიდაციის თემაზე, მე მინდა ახლა ასეთი კითხვა დაგისვათ გეგა. რა ბარიერები ჰქონდა შექმნილი პატრიოტთა ალიანს ქართულ პოლიტიკაში აი ამ წელს? თუნდაც ის რაც ეხლა თქვი, ანუ ეს პირველი დარტყმა, რომელიც ღიად გამოხატა ქართულ მოცნებამ ჩვენი პატრიოტთა ერთობის მიმართ, ეს იყო კომისიის წევრების უკანონო ჩამორთმევა, ხო? ნუ გარდა ამისა, როდესაც შენ არ გეთმობას შესაბამისად საეთერო დრო, როდესაც ხელისუფლების მართული ტელევიზიებიდან მუდმივი ეს მიდის, რა ქვია, ცილისწამებლური კამპანიები მიდის, ეხლა ვიღაცა გამოყავთ იქ და ალაპარაკებენ, რომ თურმე ქუჩის ნაციონალური მოძრაობის აქციებს აფინანსებს ისა პატრიოტთა ალიანსი და მუდმივი ეს ცილისწამება, მუდმივი ეს ტალახის სროლა, მუდმივი ფეხის დადების პოლიტიკა, ეს
დღეს თუ ვინმეს ებრძვის საქართველოში ქართული ოცნება და ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი, ხო? დღეს პირდაპირ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პატრიოტა, ეს ჩვენი ერთობა და ეს ძალა. ეს არის რეალური, ეს ცოცხლად ვლინდება ეს ბრძოლა, ეს არ არის რაღაცა ჩემი შეთქმულების თეორიები. რეალური ყოველდღიურ ცხოვრებაში იგრძნობა და რეალურად ჩანს და ფაქტობრივი მტკიცებულებები არსებობს, რომ ჩვენ კატეგორიულად უნდა გავირიყოთ ყოველგვარი პოლიტიკური ველიდან. ყველაფერი კეთდება ამისთვის და ყველაფერი კეთდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში, არა მარტო წელს. ყველაფერი კეთდებოდა ამ ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის, პოლიტიკური ელიტის მიერ, რომ ჩვენი ერთობა, ჩვენი ძალა აქედან სრულად წაშლილიყო და გარიყულიყო რა. ეს არის ფაქტი და ამის აღმოფხვრა, ამის შემოტრიალება და ამის გამოსწორება მე ისე ვიმეორებ. ამის მესიათ არ სახელდებ არც პირადად ჩემ თავს და არც ამ ერთობას და ამ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ იმ ხალხს, ვინც ჩვენ იდეებს მხარს უჭერს და ვინც ჩვენ გვეთანხმება, თუ არ გვექნება მათგან რეალური ქმედითი თანადგომა და მხარდაჭერა და ურთიერთობის პრინციპი, შეუძლებელია ჩვენ რაღაცა გავაკეთოთ. ვერაფერს ვერ გავაკეთებთ აბსოლუტურად და ვერც სხვა პოლიტიკური ძალა ვერაფერს საქართველოში ვერასდროს ვერ გააკეთებს, თუ მას არ ექნება რეალური საზოგადოებრივი ერთობა და მხარდაჭერა. მხოლოდ დარჩება ეს ვიწრო ფეოდალური კლასი, რომელიც ყველაფერს ფლობს და ყველაფერზე წვდომა აქვს, დაპატრონებულია და დაუფლებულია ქართულ სახელმწიფოს და გაგრძელდება ის პოლიტიკა და ისინი გადაწყვეტენ მერე ვინ უნდა იყოს პოლიტიკაში, ვინ არ უნდა იყოს, ვის რამდენი მანდატი უნდა მიეცეს, ვის რამდენი პროცენტი უნდა დაეწეროს, ვის უნდა ყავდეს კომისია, ვის უნდა არ ყავდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი გადაწყვიტავს ივანიშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი და ეს პიროვნებები განაგებენ და გადაწყვეტენ, როგორ უნდა წარიმართოს საქართველოს პოლიტიკური პროცესი. თუ ამას წინ არ აღუდგება თვითონ ქართველი ხალხი და ქართველი ხალხი არ გამოხატავს თავის ნებას, რომ ისეთი სახელმწიფო ააშენოს, როგორიც მას უნდა. ასეთი უნდა თუ ისეთი უნდა, მე ეს ყველაფერი უკვე არჩევნები გადაწყვიტავს და კონკურენტუნარიანი არჩევნები და ესე იგი თანასწორი არჩევნები და დემოკრატიული არჩევნები გამოავლეს ნებას ერისას. და იქ გაირკვევა რა იდეოლოგია უნდა ამ საზოგადოებას, როგორი კურსი უნდა და სხვა და სხვა, მაგრამ ჯერ რომ ერის ნება გამოვლინდეს, საჭიროა მივიდეთ იქამდე რომ ერს ვინმე რამე ჰკითხოს და ერს დღეს არავინ არაფერს საერთოდ არაფერს არ იკითხება. ქართველი ხალხის აზრი დღეს არავის არ აინტერესებს. დღეს კეთდება ის რა უნდა ვიწრო პოლიტიკურ კლასს, ელიტას. რა ჭირდება და რა უნდა და ეს რო ასე აღარ იყოს თვითონ ქართულმა ხალხმა უნდა დაუსვას ამას წერტილი საკუთარი მტკიცე წინააღმდეგობით რა. აი ეს არის ჩემი სათქმელი. კი ბატონო, სამომავლოდ როგორ გესახებათ პატრიოტთა ალიანსის განვითარება? რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამ ერთობამ და ამ პარტიამ? ყველაფერი უნდა ვაკეთოთ დიდი ერთობისათვის. ჩვენი ყოველდღიური ბრძოლის, შრომისა და მოღვაწეობის მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოსო ყველანი გავერთიანდეთ. ანუ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ დიდი ეროვნული ერთობისათვის, მიტევებისთვის, სიყვარულისთვის, თანადგომის და გაერთიანებისთვის. ყველას ყველაფერი უნდა ვაპატიოთ, ყველას უნდა შევუნდოთ, ყველა უნდა გავერთიანდეთ და ყველამ ერთობა უნდა მივაღწიოთ. ამაში არ იგულისხმება ის წითელი ხაზები, ხშირად მიწევს ამის დაკონკრეტება, მაგრამ ვიღაცამ რო ცილი არ დაგწამოს. კვლავ, ვისაც სახელმწიფოს დანგრევაში, ვისაც ქართველი ერის სულიერ და ფიზიკურ განადგურებაში შეაქვს წვლილი, მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში საერთოდ არ არის და მათ არავინ არაფერში არ განიხილავს. ხო, გულისხმობ. მე ვიღაც ოდიოზურ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ჯგუფებს რაც ტივტივებენ სადღაც რა. და რეალურად აღარც არაფერს არ წარმოადგენენ, მაგრამ მეინსტრიმული მედია საშუალებებით შუქდებიან ხოლმე პერიოდულად და რაღაც გარკვეულ ადგილს იკავებენ. მათზე არ არის საუბარი და სხვა ყველა უნდა გავერთიანდეთ და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ შედგეს დიდი ეროვნული ერთობა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ერთობისათვის და მერე უკვე დანარჩენი. კი ბატონო. სხვა საკითხებსაც შევეხოთ. ბუნებრივია ჩვენს ქვეყანაში დუხჭირი ცხოვრება, ძალიან დიდია კონტრასტი მდიდარ და ღარიბ მოსახლეობის ფენებს შორის და მოდით შევაფასოთ აი წელს განვითარებული მოვლენები და ის სურათი რაც ბოლო 30 წელზე მეტია რაც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში კერძოდ როგორია საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა რაც ძალიან აღელვებს ჩვენს მაყურებელს
აი თქვენი თვალით დანახული ეს კონტექსტი გვინდა რომ განგვიმარტოთ ასე ვთქვათ. სოციალური საკითხები დღეს თითქოს ვიღაცებს გონიათ რომ ესე იგი იმითი ამბობენ ხოლმე სიამაყით რომ ეს ქართულ სოციალური თემები არ აინტერესებს და ქართველი საჭმლისთვის არ გამოდის ქუჩაში და ესეთ რაღაცებს მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ანუ კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ის პოზიცია რომ ესე იგი უხერხულია და სამარცხვინოა თუ ხალხი ითხოვს ჯანსაღ სოციალურ გარემოს და ფასების აწევას, ფასების დაწევას და ასე ხო გესმით არა? აი, როდესაც ასეთი საკითხები სამარცხვინოდ საღდება და ვიღაცებს უნდათ რომ ამაზე ლაპარაკი მე ყველანაირ ისეთ პოზიციას ვემიჯნები, ვინც იძახის რომ სოციალურ საკითხებზე გამოსვლა არის სირცხვილი და ეს არის ჩემი აზრით ანტიეროვნული აი ზუსტად ანტიეროვნული დამოკიდებულება. იმიტომ რომ ეროვნულ საკითხში სოციალური საკითხი არის აბსოლუტურად განუყოფელი. რამე თუ ერი არის სოციალური ორგანიზმი, ფსიქოსოციალური ორგანიზმია ერი. ანუ გააჩნია სულიერი იდენტობა, სოციალური იდენტობა, კულტურული იდენტობა, ისტორიულად ჩამოყალიბებული იდენტობა, ანუ ერის სხვადასხვა ასპექტებს მოიცავს. ეს არის ფსიქოსოციალური, უნდა გაიაზროს ეს საზოგადოებამ რას ნიშნავს, არა? ერს გააჩნია თავისი მენტალობა, ცნობიერება, სულიერი ღირებულებები, მაღალი იდეალები, ფასეულობები, ისტორიული მეხსიერება და ყველაფერი ზნეობრივი, სარწმუნოებრივი და ასე შემდეგ, რითაც ერი თავის ნებას გამოხატავს, რითაც თავის მისიას აღასრულებს, რითაც მიმართულია ზეცისკენ და სასუფევლისკენ, რაც არის ამოცანა და კვინტესენცია მყოფიერებისა ერისა, რა თქმა უნდა ეს ასეა, მაგრამ ამავდროულად ერი არის სოციალური ორგანიზმი და ერს სჭირდება ჯანსაღის გარემო, რაშიც ის გამრავლდება დემოგრაფიულ პრობლემებს გადაჭრის, რაშიც ის არ მოუწევს საქართველოსთან გაქცევა, არ მოუწევს იმის რა ქუჩაში მათხოვრობა და ხელის გაწვდა მოხუც ადამიანს, იმის რა ქვია პენსიონერს, იმისთვის რომ ჯანსაღი პენსია არ გააჩნია და იმის გამო რომ მე მიტყდება ხო ბრჭყალებში რომ ესე იგი პენსიაზე ვილაპარაკო, ქუჩაში ხედავ რომ მოხუცი ხალი იყინება ხელგაწვდილი, არა და მე მგონია რომ ესე იგი ამის პენსიაზე როგორ უნდა ვილაპარაკო, მე ისეთი მაღალი იდეალები მაქვს, საბრძოლი ეხა ვიღაც ბებოს თუ ცია ქუჩაში და შია, რა ჩემი პრობლემაა. აი ეს არის ანტისახალხო და ანტიეროვნული დამოკიდებულება ზუსტად, რომ ჩვენ არ ვითხოვთ სოციალური საკითხების მოგვარებას, ჩვენ არ ვითხოვთ ჯანსაღ სოციალურ გარემოს, ჩვენ არ ვითხოვთ ჯანსაღ პენსიებს, დაბალ გადასახადებს, არ ვითხოვთ დასაქმებას, შრომით უფლებებს, შრომით კოდექსს. აი ეს არის პრობლემა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს არ ვითხოვთ, არ გამოდივართ ქუჩაში, არ ვიბრძვით ამისთვის. და მე გავორბივართ საქართველოსთან აბორტებს იკეთებს ხალხი, იმიტომ რომ არ აქვს საშუალება რომ შვილები გაზარდოს და გააჩინოს, ვიღაცას ეყინება, ვიღაცას უკვდება, ვიღაცა ქუჩაში იყინება სკამზე ხელგაწვდილი, იმიტომ რომ ეს არის უხერხულია თურმე რომ სოციალურ საკითხებზე ვილაპარაკო რა. და რაღაც მაღალი ისინი მაქვს, ლოზუნგებით უნდა ვილაპარაკო, რაც დასაცავი მაქვს, სადღეგრძელოები უნდა ვთქვა. და ჩემს სადარბაზოსთან რომ ადამიანი იყინება და ქუჩაში რომ ცახცახებს ეს იმის პრობლემებზე ლაპარაკი ის არის სამარცხვინოა. ქართველი ეხლა როგორ იკადრებს რომ იმაზე ილაპარაკოს გაყინულ ადამიანზე, ხო? აი ეს არის ჩვენი პრობლემა. მე ესე ვფიქრობ, ასე მწამს და ასე მჯერა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ სოციალურ საკითხებზე, კი უნდა ვისაუბროთ და ვიბრძოლოთ სოციალური საკითხების გადასაჭრელად რა. და რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, აქაც რაღაც ლოზუნგებზე ლაპარაკს თავი უნდა დავანებოთ და ჩვენი რესურსი მცირე მიწიან პატარა ერს ჩვენ პირველ რიგში ჩვენი ინტელექტუალური რესურსი გვაქვს და თუ არ განვავითარეთ ტექნოლოგიები, თანამედროვე ტექნოლოგიებს არ დავეწიეთ, თუ არ განვნათლდით, ეხლა განათლების რეფორმაა, ხო? ეს ცალკე საკითხია, მაგრამ რაღაცა საშინელებებს აპირებენ რომ იცოდეთ განათლების სისტემაში. ეს მე შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. რასაც დღეს განათლების რეფორმა დაარქვეს. ძალიან ცუდი პროცესები მიდის იქაც. ხო და ესე ჩვენ ვერ განვითარდებით როგორც ერი და საზოგადოება და ვერ შევძლებთ ჯანსაღი იმ გარემოს შექმნას, სადაც როგორც ერი გამრავლდებით, გავიზრდებით და განვითარდებით. და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამის საპირისპიროდ, რაც დღეს ხდება და უნდა ვეძიოთ ძალები და რესურსები იმისათვის, რომ ეს შევძლებოთ რა. კი ბატონო. აი დღეს სანამ სტუდიაში მოვიდოდი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გზავრობ ყოველთვის, არ მყავს ჩემი პირადი ავტომობილი და სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებ ყოვლას გარკვეული მიზეზების და გამო სანამ სტუდიაში მოვიდოდი, გზად შემხვდა ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი ბიჭი, რომელიც იჯდა ქუჩაში, ჰქონდა
პატარა ესეთი განცხადება ეჭირა ხელში აბრაზე ვაგროვებს სწავლის ფულს 30 დეკემბერს ქუჩაში ამ სიცივეში იჯდა ახალგაზრდა კაცი რომელიც აგროვებდა ფულს სწავლისთვის ეს არის უფასო განათლება ან აქამდე რატო არ მოუვიდათ თავში აზრად უფასო განათლების მიცემა მომავალი თაობისთვის ჯერ ეს ერთი ის ეგრეთ წოდებული დაანონსებული ახალი განათლების რეფორმა საერთოდ არ გულისხმობს უფასო განათლებას უმაღლეს სასწავლებელებში ეს იქნება პირიქით განათლების დაფინანსების შემცირება გაცილებით ნაკლები სტუდენტი ეყოლება იმ სახელმწიფო უნივერსიტეტებს სადაც სწავლა უნდა დაუფინანსდეთ სტუდენტებს და ეს არის როგორ გითხრათ სათაგურში ჩადებული ყველი რომელიც სინამდვილეში სიკეთე კი არ არის არამედ სატყუ არა გადმოგდებული საზოგადოების თვალის ასახვევად და იმ ახალგაზრდებს ასუშვებით რომლებიც კერძო სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხვდებიან და იქ უზარმაზარი გადასახადია რატომ წაართვით ის 2250 ლარიანი დაფინანსება რომელსაც წარმატებით გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ახერხებდნენ რომ მიეღოთ ან საერთოდ რას ერჩოდით ამ ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემას რომელიც მართლა ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო ქართულ განათლების სისტემაში იმ თვალსაზრისით ნუ იქ ბევრი რამ არის შესაძლებელი ამაზე ნუ ვიკამათებთ მაგრამ ერთი რამ ფაქტია რომ ადამიანი მოსწავლე აღსაზრდელი თავისი ცოდნის თავისი უნარების დამსახურებით ხდებოდა გარკვეულ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტში და მოიპოვებდა გრანტს ამ სისტემას აუქმებთ და რაღაც გაურკვეველი სასკოლო, ასე ვთქვათ, გამოცდების ჩატარებას აპირებთ. აი მე ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ ადამიანი, რომელიც აბარებს ფილოლოგიაზე, მან აუცილებლად უნდა ჩააბაროს გამოცდები ფიზიკასა და ქიმიაში, ბიოლოგიაში და ყველა საგანში. ჯერ ეს ერთი თუ სკოლის გამოცდების დაბრუნება გინდათ, შეგიძლიათ დააბრუნოთ და იყოს კი ბატონო რაღაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. მაგრამ მე ასევე იმ რეფორმის მომხრე ვარ და ამას ჯიუტად ვაცხადებ მიუხედავად თუნდაც ჩემი კოლეგების წინააღმდეგობისა, რომ ასე ვთქვათ, გარკვეულ ეტაპზე მოსწავლე უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას თუ რა მიმართულებით სურს მას განვითარება, ვთქვათ, ტექნიკური, ჰუმანიტარული, ზოგადი, საბუნებისმეტყველო თუ ასე შემდეგ. ვინაიდან ყველა ადამიანში არსებობს გარკვეული ნიჭი, გარკვეული მისწრაფებები ყველა ადამიანს აქვს თავისი დადებითი მხარეები, თავისი სისუსტეები და ბუნებრივია რომ ეს აუცილებლად უნდა აისახოს განათლების სისტემაშიც, ვინაიდან ჩვენ გვყავს მოსწავლეები, რომლებიც ბრწყინვალედ ართმევენ თავს ჰუმანიტარულ საგნებს, მაგრამ ტექნიკურ საგნებში აქვთ ჩავარდნა ან პირიქით. ან გვყავს ისეთი მოსწავლეები, რომელთაც თავიდანვე მიზნად აქვთ დასახული, ვთქვათ, საბუნებისმეტყველო მიმართულებით წასვლა ან თქვათ მედიცინის მიმართულებით წასვლა, რომელიც მოითხოვს ბიოლოგიის, ფიზიკის და ქიმიის ცოდნას. აქედან გამომდინარე, აი ამ ტიპის რეფორმა უნდა განხორციელდეს. ეს აუცილებელია. ვინაიდან თავიდანვე უნდა განვითარდეს ნიჭი თითოეულ მოსწავლეში და აი ამ ნიჭის და აი ამ უნარების გათვალისწინებით უნდა მოხდეს შემდგომში მისი პროფორიენტაციის საკითხის დაყენება და ამა თუ იმ სფეროს ამორჩევა. ისიც სადაო საკითხია, რომ აი როცა ხელისუფლებამ განგვიცხადა, რომ თურმე თითო ქალაქში თითო ფაკულტეტი უნდა დარჩეს, ესეც არასწორი მიდგომაა და ეს არის დილეტანტური მიდგომა, ამას არანაირი პედაგოგიკური თუ ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო განათლების მეცნიერებების კუთხით არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელსა და რადიო მსმენელს, რომ უნივერსიტეტი ეს არის დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია უნივერსალური განათლების მიცემაზე, ეს არ არის ინსტიტუტი. ინსტიტუტი სხვა რამ არის. ინსტიტუტში ერთი კონკრეტული მიმართულება არსებობს და იმ მიმართულებით იღებენ მომავალ სტუდენტებს და იმ მიმართულებით ახორციელებენ სწავლებას. არა ბატონებო, უნივერსიტეტი ეს არის უნივერსალური განათლების მიმცემი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უნივერსიტეტს წაართვა ავტონომია და იმის შესაძლებლობა, რომ თავად განსაზღვროს
რომელი დისციპლინები უნდა ასწავლოს. ეს არის ძალიან უხეში ჩარევა უნივერსიტეტის ავტონომიაში. ჩემო ძვირფასებო, ჩვენი გადაცემისთვის გამოყოფილი დრო ნელ-ნელა იწურება. მე და გეგა გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ბედნიერი ახალი წელი და შობა გათენებოდეს ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ერს და როგორც ასე ვთქვათ, ბაგაში იშვა ქრისტე, ასევე ჩვენი გულები ყოფილიყოს ის ბაგა, სადაც იშვება ქრისტე. უკეთესი ხვალინდელი დღის იმედით და უკეთესი მომავალი წლის იმედით გემშვიდობებით, მადლობა ტექნიკურ ჯგუფს, მადლობა ტელერადიო მაუწყებელ ობიექტივის ხელმძღვანელობას და თქვენ ჩვენო ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო. კარგად ბრძანდებოდეთ. უფალს ევარებოდეთ, გაიხარეთ. იცოცხლეთ.